ჩემ ახალგაზრდობაში ესეთი კარგი სათამაშოები რო ყოფილიყო, დებილი არ გამოვიდოდი. დაკათეს. რა სუსკრივე რა, წითელი კნოპკა, ბიჭო. დაკათეს. დაკათეს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის სეზონის გახსნა და ნახეთ რა ამბავია, რამდენი ბაიკის მოყვარულია ერთად შეკრებილი. ქვემოთ ტარდება ჯიმხანა, ზემოთ არის ენდუროს შეჯიბრი, ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას და ძალიან კარგი და სასიამოვნო გარემოა. ერთადერთი რაც ხაზ გვიშლის არის ამინდი, ქარია და მე მგონი უმასაც აპირებს, იმედი არ გაწუნდება. ეხლა დაგათვალიერებთ, გაჩვენებთ თუ რა ხდება და რა სიტუაცია აქ. რამდენი სილამაზე არის ეხლა აქ შეკრებილი, გაჩვენებთ სულ ნაირ-ნაირ ფერად-ფერადი ულამაზესი ბაიკები. როგორი გარემოა და რა ხდება ხო წარმოგიდგენიათ ამდენი მოტომოყვარული ერთად რო არის შეკრებილი. ძალიან კაი სიტუაცია. იმედია ამინდი დაგვაცდის ცოტა ხანი და ჯერ არ გაწუნდება. მოდი ვინმეს გავესაუბროთ. აბა რა სიტყვით დღევანდელ დღეზე? მოგსაუბრეთ. დღევანდელ გამარჯობათ. დღევანდელ დღეზე მე ვიტყვი რომ ცოტა ხანში წვიმასაპირეს და დაულპებით. ამ კაცის არხი გამოიწერეთ პირველი რაც ეს ჩავისვი პირველი ძალიან მაგარი ადამიანია ძალიან მაგარი გულის პატრონია და იშვიათი რომ ესეთი ადამიანი ნახო ვინც ბლოგებს იღებს ყველას წარმატებას უსურვებ და მაინც ჩემებურ მოტოინსტრუქტორის სიტყვას ვიტყვი რომ ჭუჭუს მიტოლება ბაიკერობას არ ნიშნავს თავარია იცოდე კარგი ტორმოზი მანევრი და კარგად გადაადგილება უსაფრთხოდ და არა ვინ უფრო მაგრა ჩააჭერს მადლობა ყურადღებისთვის აქეთ მიმდინარეობს მოპედების შეჯიბრი. ეხლა ნახავთ რა ხდება. კარგად, შენ როგორ ხარ? რა ქენი, აბა რა ვიცი, მონაწილეები. მე რა ქენი? რავი, ასე დავიგებს რა მოხდება. ჯერ არ იცი? არ ვიცი. წარმატებები. აი ხა. გავიაროთ ეხლა და რამდენიმე ადამიანს გამოველაპარაკოთ, რას ფიქრობენ დღევანდელ დღეზე, რამდენად მოწონთ, ვკითხოთ მათი აზრი. აბა როგორ მოგწონს დღევანდელი? ძალიან კაია სხვათა შორის. პირველი გამოცდილებაა ჩემთვის ეს ჯიმხანა, მაგრამ აი რა შედეგსაც ველოდებოდი, ზუსტად ისე მოხდა რა. გუშინ ღამე მივედი, სკუტერი გავაკეთე და წამოვედი აქ და ეგრე მოგებას პროსტა შანსი არაა რომ ესე მოიგო რა. დრაგისთვის როგორც ვიყავი მომზადებული შარშან და წრიულისთვის, ეგრე რომ მომენტოვებინა დარწმუნებული ვარ უკეთეს შედეგს დავდებდით, მაგრამ მეორე ეტაპიც იქნება და მესამე და შემდეგში ვესწრები რომ გავამუჯობესო ეს ყველაფერი და მოემზადო და ესე ღამეს, ესე წინა ღამეს არ დავქოქო მოპედი და პირდაპირ აქ არ გამოვიქცე რა. მაგრამ დრაგისთვის და წრიულისთვის, აი ხა 11 მაისს ვინც მოხვალთ იქ განახეთ თელ ძალას და ენერგიას რასაც შევძლებ R6-ითაც და R1-ითაც. ორი ბაიკით იღებ მონაწილეობას. ორი ბაიკით ვიღებ მონაწილეობას და ერთი პატარა სურპრიზი მაქვს, რომელიც მოტოსფეროში არავის არ ქონია, მე მგონი. თუ არ ვწდები, არა, არ ქონია და ეგ რაღაცა მერგო წილად. როდის გავიგებთ მაგ ყველაფერს? მაგ ყველაფერს გაიგებთ ზუსტად 11-ში, როდესაც დრაგის ვიდეო დაიდება. დაიდება რა, იქ ხო იქნებით მოკლედ და რო შემოვალ მოტოციკლეტებით, იქვე დაინახავთ ყველაფერს. მოკლედ განახლებული დიზაინით და აი ამ პატარა კი არა და უდიდესი სურპრიზით, რომელიც ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოტოსფეროში, რომ მე რაღაცა გამეგზელებინა და შედეგი დამედო რა მოკლედ. 11 მაისამდე ცოტა დარჩა, 1-2 კვირაღაა დარჩენილი მოკლედ. დღევანდელი დღის კადრები იქნება შენ არხზე? კი ბატონო, ვესწრები რომ 2-3 დღეში მაქსიმუმ ვიდეო უკვე YouTube-ზე იყოს და დავდო ეს ვიდეო და ნახავთ რა მოკლედ ჩემს ლეწვამტრევას, ჩემი მოპედის დაზიანებას, ჩემი ტანსაცმელის გაფუჭებას და უბრალოდ ესე გამოვარდნას რა და ხო იქ თვალები ამიჭრელდა და ისინი ვერ დავინახე და ვაფშე მოკლეზე გავაჭერდა მე მეგონა ვერ დაინახეს, მაგრამ დაუნახიეთ და გავამაგდეს. ხარზე რა გჭირს ხარზე? ხარზე ეს ახალი მაიკა გავხიე, ეს ჭრილობა მაქვს პატარა. აქ კიდე მაქვს ესეთი, ეს სუვენირებია რა. ცუდი კი არაფერი, აქ ფეხზეც მაქვს რაღაცეები კაც. ყველაფერს ნუ გაიხდი ეხლა. არა, ეხლა ეგრეც არა. მოკლედ, რა ვიცი რა. ვარჯიშის გარეშე შედეგი არიდება. ესე არის რა. წარმატებები მაშინ და 11-ში გიხილავთ. მადლობა. აბადროებით. მამუკას ლინკი აღწერაში იქნება, გამოიწერეთ მისი არხი და ნახავთ რა მოუვიდა დღეს, როგორ წაიქცა და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგის კადრები იქნება მამუკას არხზე, ასე რომ არ გამოგჩით. აქ რა მაგარ გასართობს წავაწყდი. ხა ნახეთ რა მაგარი ავტომობილები ყავთ და რითი ეჯიბრებიან ერთმანეთს ეხა გაჩვენებთ. აი მანქანის ზომა რო აღიქვათ ადამიანთან შედარებით ნახეთ უბრალოდ რამხელა სხვაობა. მეგობრებო,
ჩემ ახალგაზრდობაში ესეთი კარგი სათამაშოები რო ყოფილიყო, დებილი არ გამოვიდოდი. მადლობა ყურადღებისთვის. ძლივს არის მანქანის ხელა და ნახე როგორ ატარებს ჩემ. ვაუ! მიდი რა კიდე რა. როგორ რა მიყვი. ოპა! დორეტო! ოპა! ერთი მოტოციკლის ფასი ღირს დაახლოებით ეს სათამაშოები 3, 4, 5000 ლარის ფარგლებში იყიდება. მაგრამ, რავი, ძალიან მაგარი გასართობია. რა მაგარია ჩემი კაი. მოკეთ, ამოსუნ თქვა არ უნდა ვაცადო, დავით ეგრევე მიკროფონი უნდა მივაწოდო. აბა რაშევი როგორ ხარ? სამი. ნუ ჩვენი ვარ თავად. რატო დააგვიანე? გვია გავიღვიძე უბრალოდ, მეტი არაფერი მიზეზი არ წერან იყო ძალიან მოღრუბლული რა. ეხლა მოხვედი და მაგარი მზე გაიჩნდა. შენ წამოიღე? ქვევით მზე იყო და წამოვიღე. ჩემოდა რა მოიტანა? მე ნახეთ რა მაგარი ამინდი გამოვიდა. არა და წერან ესეთი ამინდი იყო, ხო, ძალიან მოღრუბლული იყო და აი დროს მოხვედი მზე მოკლედ. გუჩვენია, მზე იქნება დღეს თელი დღე. გამოდი ხართ რომელიმე? არა, მე ტარება არ ვიცი ხარ. ხო. ამიგია რომ არიცი ხო ეგრე ამბობ. აი, საუბრეთ მიხოს არ შეგისვით. ისიც არის ტელეკომპანია ცხენინა ჭიხვინი რა, ესეთი კითხვა გვაქვს. რას ურჩევთ დამწყებ ბაიკერებს? დამწყებ ბაიკერს ურჩევ რომ მაგარი რჩევა, მადლობა დიდი. ძალიან კაი. ეხლა შემდეგი კითხვა. რაც უნდა მოსულო, ბებიაჩემიც უთქავდა მოკვდა მე. მაცად ერთლაბარ. ეხლა რა მაინტერესებს, იცით? თქვენ როგორც ზედმეტ სახელი დედპული. დიახ. ტყვია გამოტალი ხართ? მე ჭობა. კიდევ ცადოთ? კაი, მოკლედ სერიოზულად რომ ამბობთ, ახლა როგორც მოტოინსტრუქტორი ისე გეკითხები. შენი აზრით დამწყება ბაიკერებმა რა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ არ მოკვდნენ? თავის შესაძლებლობებზე მეტი რამე არ უნდა გააკეთონ. ანუ მაგალითად თავის შესაძლებლობებზე მეტი კუბადურა არ უნდა იყიდოს. რა სიტყვი? თუნდაც ხო? ხო შეიძლება 1000-იანი დაიწყო და იმდენი ნერვი ყოფნიდეს რომ არ მიაჭირო აქსელერაციას, მაგრამ კუბადურის გარდა მე მგონი მოტო ისე უნდა მართო, რაც იცი რომ შეგიძლია რომ გააკეთო. კი მაგას წესით ხვდები ადამიანი და ხა 260-ით რომ მიდიხარ იქ რომ მანევრს ვერ მოვასწრებ, ლოგიკურია ძალიან. კიდევ ერთი კითხვა, როგორც ჩვენი 70, 80, 90-იანების ხალხი იტყო და მაგარი გიჟები ხართ ბაიკერებიო და მართალია? არა. არა. არა დიმათა. რას ამბობ, კაცო? არა. უფრო გაორება გაქვს მეჯერ. მინიმუმ გაორება? გაორება ყველაზე მარტივად. დავით როგორ ახარ? აი ხა. აკა მეც გავა. აი მე გაჩერდი პროსტო. სასწაული, კაია. კაი, წამო ჯიმხარას უყუროთ, გინდა? იგი ჯიმხარას უყუროთ, რომ დავუყურო. ხო, აუცილებლად, ხო. მაგარი კაცია, სხვათა შორის გამოიწერეთ ამის ახი, ამის ახს თუ არ გამოიწერეთ, ჩემი ახი გამოიწერეთ. ორივე. და ვაფშე ჩვენ თუ არ გამოიწერეთ? გამოიწერეთ. პირდაპირ გაბრიელი. ეგრევე გაბრიელი გამოიწერეთ. ხო, იღებს. თუ ვინმე იკითხავთ ის შავი კაცი ვინ იყო, მე ვარ ეგ. მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა ერთმანეთს ხვდებიან ლადო გუდაძე და გიორგი გახელაძე, ადამიანები, რომლებმაც ერთმა თოლში არა და დიქავიდა, რა ქვია, დიდგორზე. დაკათეს. მეორემ წყალზე იარა მოტოციკლეტით და ამ ყველაფერს მერე ერთმანეთს მოპედებით ეჯიბრებიან. პირველი გავლა ლადო გუდაძე მოიგო და ნახოთ თუ გაუთანაბრებს გახელაძე. მეორე გარბენში წამებით მოუგო გიორგი გახელაძემ და 1-1 ანგარიში. მესამე გადამწყვეტი გარბენისთვის ემზადებიან. ჯიჯი მაგდო მონეტა და გადაწყვიტა ვინ რომელ მხარეს დადგებოდა. ენა რა
ახალი გუნდის გამარჯვებული გახლავთ ვლადიმერ გუდაძე. ოპა. ამას მოუნდა. ეხლა ემზადებიან საფინალო გარბენისთვის. ლადო გუდაძე არის ფინალში. და ესეთი რაღაც თქვა რომ თუ ამ შეხვედრას ეხლა წავაგებთ, მას გადავიპარსაო და ნახოთ შერჩება ლადოს გრძელი თმები თუ არა. მაგრამ ყველაფერზე მაგას ამბობს, თუ ამას ვერ ვიზავთ, მას გადავიპარსაო და მე მგონი თმის გადაპარსვა უნდა ლადოს და უბრალოდ იმიზეზებს სხვადასხვა რაღაცებს. ნახოთ ეხლა როგორ დამთავრდება ეს შეჯიბრი. და მაშასე ფინალი. ყვაზავა გუდაძე, ორივე ტიკტოკ აკადემიის წარმომადგენელი, ერთი ხელმძღვანელი, მეორე ინსტრუქტორი. გამარჯვებულია გიგა ყვაზავას ტუტის. პირველი გარბენი მოიგო გიგამ, ნახოთ ლადო შეძლებს თუ არა გათანაბრებას. შეკრული. ანგარიში გათანაბრდა 1-1 და ბოლო გარბენი ნახოთ ეხლა ვინ გაიმარჯვებს. პოზიცია დაიკავა. გიგა. გიგა ყვაზავა, ნომერი 16, რომელიც წარმოადგენდა კომპანიას Pitchclick. მეორე ადგილის პოზიცია დაიკავა ლადო გუდაძე, ხოლო მესამე ადგილის პრობელი გახდა გიორგი გახელაძე. ასე დაასრულა კუთერების გაუმარჯოს. სალამი. კარგი თავად. სპაიდერმენის მიმი ვარ. მაშასე. პირველ რიგში გილოსა. მადლობა დიდი, ძალიან მაგარი ღონისძიება გამოდის. როგორ მოგწონს რევანდელი? ძალიან მაგრა, მე და გიგას ქონდა მიზლავი, ძალიან მაგარი ფინალში შევხვდით, მე და გიგა პირველი მეორეზე ერთმანეთს რა. და მეთქი დავა ეს პუტერს თუ გამიწვეთ, მეებს გადავიპარსავ აქვე მეთქი რა. თუ წავაგებ შენთან და თუ მოვიგებ, შენ შემისვლებ აქვე ერთ სურვილს მეთქი რა. არა, არ მინდა. ესე იგი თმები შეგჭა. თმები შევჭა, მაგრამ მაგრა გავერთეთ, ძალიან მაგარი შეჯიბრი გამოდის და ძალიან მაყოფილი ვარ. ბიჭებიც მაგარი მომზადებულები არიან, სხვათა შორის და ხალხმრავლობა არის მაგარი. ამდენი მონაწილე ჯერ ჯიმხანაზე არ ყოფილა და რავი, ძალიან მაყოფილი ვარ, კაი ღონისძიება გამოდის ძალიან. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ვინც მოდიხართ და ამ ყველაფერს აშუქებთ და მე ხალხამდე მიგავთ ეგ ყველაფერი ხალხო გამოიწერეთ. მაგარზე მაგარს ვერაფერს ვერ იდავთ, პროსტა subscribe დააჭირეთ. მორჩა, ეგრევე ყველაფერს ნახავთ. აი ყველა შეჯიბრი რაც კი ჩატარდება, გაბრი ყველა შეჯიბრი და ჩვენთან არის ხოლმე, ყველაფერს უყურებთ online მეტი რა, აი რა უნდა მოხდეს, პროსტა subscribe რა. მადლობა დიდი. subscribe, პროსტა subscribe და subscribe რა. სუბსკრიბე რა, წითელი კნოპკა, ბიჭო. ჯიგრები ხართ, მადლობა დიდი. რატო მოგიგო, ხო? მოგეთ ეხა გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ King of Drift-ზე. სანი მაქვს დავკვატიჟ და თვითონ არ დავხვდა და წავართ ეხლა სადაც არის იქ მივადგები. ვაკითხავთ სანის. ეხლა ლაშასთან ერთად დავიძვრევი King of Drift-ისკენ. დრიფტსაც ვნახავთ. წავით. ძალიან სასიამოვნოა ამდენი მოტომოყვარულის ერთად შეკრება. ბევრნი არ ვართ სამწუხაროდ და თითქმის ყველას ვიცნობთ, ვინც არ ვიცნობთ ერთმანეთს ვეცნობით და ძალიან ესეთი კარგი მეგობრული ურთიერთობა გვიყალიბდება ყველას ერთმანეთი. და ესეთ ერთობლივი რაიდიც რაღაც სასიამოვნო ყოფილა, როდესაც ჩემთვის ძალიან ლამაზი შესახედია, ეხლა მე მგონი ბოლო მივდივარ და არც უსწრები, ასე თქმები იმის ყურებით, რომ წინ ესე რაღაც ლამაზად მიდიან ბაიკები. ალბათ დამეთანხმებით, რომ რაღაც ლამაზი და სასიამოვნო ხედია წინ. ამდენ სპორტები მიდიან ძირითადად წინ და ამდენ სპორტებში ლაშაც შემოგვემატა. მე მგონი უნდა დავითანხმოთ, რომ გაყიდოს თავისი ჰარლი და გადმოჯდეს სპორტზე. ნეტა ეხლა თვითონ რას ლაპარაკობს. ეხლა ვიდეოს იწერს თვითონაც და იმედია თვითონ იმას არ ამბობს, რომ ეს სპორტები მოკლედო რა გადმოვიდნენ ნამდვილ მოტოციკლეთზეო. გახსნა ჯერ არ დამთავრებულა, ისევ მიმდინარეობს, მაგრამ მე და ლაშა წავედით
დრიფტზე. ნახავთ იქაც გადავიღებთ, რა ხდება ჩვენ წინ მიმავალი მოტოციკლეტები რატო წამოვიდნენ არც. ლაშა იმედია არ ჩამოგჩა და მოყვება უკან. ამასობაში ბევრი მოტოციკლეტი წამოგვეწია. წერან ბოლო მივდიოდი და ეხლა უკან რო გავიხედე საკმაოდ ბევრი მომყვება. ესენიც რო დრიფტზე მოდიოდნენ არ გამიკვირდება, ნახოთ. რაღაცა დაუვარდა ლაშას. ჩემზე ცნობილი ეგ არის, სულ ეს ჩას კადრში. წავედით? ავედი. აუ რა ლამაზია ბიჭო. მადლობა. ძალიან ხوار დავაგვიანე. ხო? შეძლებს დაგვარად. ერთი 100-120-ით მე დავდიოდი და შენაკერი ხოცა რომ მიდგები. 1000. 100 სპორტული. აქეთ ნახეთ რა ხდება ხალხი რა ამბავი. ავტომოყვარულები და წამოვიდით ახლა ავტომოყვარულების ისე. ასულამაზებია შეხედულება. მე მიყვის რატო არ ავიგოვლეო აქ რატო გახარ? რა ჩუნდი არ მივიწევ. აუცარი. რა კაცი დაგვდა რა ადამიანი და ეხა ვკითხოთ აბა სანი რა ხდება რა ამბავი აქვს მოგვიჩვევი შემთხვევით მოხვდი მოტოციკლეტისტი კაცი მანქანებში არა ძალიან მაგარი King of Drift-ის გახსნის ცერემონიალია და არ გამოვიდოდა ჩემი აქ არ ყოფნა საგიჟეთ მანქანები დასრიალებენ ერთმანეთს დასწრებენ გოგი ეჯახება 304 აუ ეს არის ლეგენდა დრიფტერის მელუდ მელაძის Purple Junk მანქანა და მაყურებლებიდან 3 ადამიანი ამოვარჩიეთ რა ბილეთების ამბავში და ჩაისვამს მელუდი 3 ადამიანს და დრიფტზე როგორც დადის ისე გააკატავებს ანუ ვიღაცას ელოდება საგიჟეთი ძალიან ვიღაცა გადაირევა გულის რევით ალბათ იმიტომ რომ 300-ებით დადია სამი იუთუბერი შევიკრიბეთ ეხა ბაიკებით აქ და სხვადასხვა სტილის ვიდეოებს ვიღებთ და რატომ უნდა უყუროთ ეხა სამივეს იმიტომ რომ განსხვავებული კადრები გვაქვს განსხვავებული შეხედულება გვაქვს და მოიწონეთ ამ მაგარი ადამიანის არხის აუცილებლად აღწერაში მექნება დავითის ვაიმეს კი იცნობდით და გეცოდინებათ რომ დავითის საქმე არის რაღაც ვიდეოებს იღებს და მე მგონი საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებთ მხოლოდ ერთადერთი რაღაც გვჭირდება თქვენგან თქვენი თანადგომა მხარდაჭერა უბრალოდ გამოიწერეთ არხი და დანარჩენს მერე ჩვენ ვიზავთ რომ იმდენად საინტერესო და კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ რომ ყურება არ მოგვეზრდეთ
ესეთი კლასიკური მოტოციკლეტის მოყვარული Harley Davidson-ის პატრონი რო გეტყვის სპორტ ბაიკზე რო ძალიან ლამაზია და ძალიან კაია, იმდენად იშვიათია ეს ყველა 10 მაგად გამიხარდა და 10 მაგად მომეწონა ამ ადამიანისგან ჩემი მოტოციკლეტის შექება. ძალიან ლამაზია მართლა ყوارდა. გამარჯობა გიორგი კოდუა. დაულოცავენ ახლა. გამარჯვებას. ხედავთ რა ხდება, რა ემოციებია, რა სიხარულია და ძალიან ბევრი ხალხია თან მოსული. რა ვიცი, ძალიან კაი სიტუაცია მოგეთ. დღევანდელი დღის გამარჯვებული ნოდო კოდუა და მისი ავტომობილი ახლა გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. მადლობას გიხდით ყურებისთვის, აქტიურობისთვის და გელოდებით გამოიწერეთ ჩემი არხი. როგორ? მიცე? კი. მოიცა? მოდი შენი თქვენი. შენქენი არ გინდა? შენქენი. არ გინდა? ჰა? გადმოუწე. არაფერს.